მოგესალმებით. წერ შემდეგ ვიდეოს. ამჟამად ასეთი მედუზას ქსოვის ინსტრუქციას გაჩვენებთ. აი ასეთი, რომელიც ფოტოებიც უკვე ავტვირთე, საკმაოდ მარტივია და უცბად გაჩვენებთ, როგორ უნდა მოიქცევოს ეს დეკორაცია. აი ასეთი. და შეგიძლიათ გააფორმოთ სხვადასხვა დეტალები თქვენს ოთახებში და გაჩვენებთ ახლა რა დაგჭირდება ამ მედუზას მოსაქსოვად. იქსოვება ამიროგუმის ქსოვის პრინციპით, ეს არის ჩემი ყველაზე საყვარელი მეთოდი, არის იაპონური და ამით შესაძლებელია ყველა სახის, ყველა ტიპის, ზომის, ფორმის სათამაშოების მოქსოვა, აი მაგალითად ეს ნემსების შესანახიც არის მოქსოვილი ამიროგუმის პრინციპით. აი ეს საყვარელი cupcake-იც, დაბადების დღეს თავისი სანთლით, კენკრით და ასე შემდეგ ძალიან მომწონს და მინდოდა რომ უბრალოდ მეჩვენებინა. და ამ ვიდეოში ჩვენ ვისწავლით როგორ მოგხსოვოთ აი ეს მედუზა ამიროგუმის პრინციპით. დაგჭირდება თეთრი ფერის ძაფი, არც თუ ისე ბევრი. დაგჭირდება ყაისნაღი ძაფის შესაბამისი ზომით, ეს ძაფი არის 3.5 მმ. აგერ არის, ეს ჩემს კუკუ მოახია ალბათ. აი ასე უნდა იყოს. აგერ აქ წერია, რომ არის ყაისნაღი, ეს ძაფი საჭიროებს 2.5-დან 3.5-მდე ზომის ყაისნაღს ირეცხება. ეს ძაფი გაჩვენეთ წინა ვიდეოშიც, მწვანე მედუზას ქსოვისასაც და არის 59% კოტონი. და გამოიყენება სწორედ აი ასეთი სათამაშოების მოსაქსოვად. 50 გრამი არის და 130 მეტრი სიგრძის. დაგჭირდება ასევე მაკრატელი, დაგჭირდება ნემსი, როგორც მსხვილი, ასევე წვრილი, საკერავი ნემსი, ძელტა ძაფი და აი ეს თვლები. სასურველია ყვითელი ფერის, მე არ აღმომაჩნდა სახში სამწუხაროდ ყვითელი ფერის თვლები, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ფერი, თუმცა ორიგინალში არის მოქსოვილი ყვითელი თვლებით. ქსოვას ვიწყებთ, ესე იგი, ოქროს წრით, თურმე აი ამ მე რო ვეძახდი წინა ვიდეოებში საწყის რკალს და რაღაცებს, მაშინ უბრალოდ არ ვიცოდი რა ერქვა ამას ზუსტად ქართულად და მე მაშინ თქვი რომ ეს იყო საწყისი რკალი, თუმცა ანუ ახლა გავარკვიე რომ ქვია ამას ქართულად ოქროს წრე და ვიწყებთ აი ამ ოქროს წრით და ამ ოქროს წრეში ვქსოვთ 6 მყართვალს. ეს წრე, წრის გაკეთების ძალიან ბევრი მეთოდი არსებობს, მე ვიყენებ ამას, თუმცა შეიძლება კიდევ სხვა თქვენ რომელიც მოგიხერხდებათ და რომელიც იცით და თუ ახლა სწავლობთ. ესეც ნაჩვენები მაქვს მე წინა ვიდეოებში, ზუსტად როგორ უნდა გამოიყვანოთ, აი ესე, გამოვიყვანეთ ეს ოქროს წრე და ამ ოქროს წრეში უნდა ამოგხსოვოთ 6 მყარი თვალი. 6 მყარი თვალი, ესე იგი 1 2 3 4 5 და 6. შემდეგ აი ამ მოკლე ძაფს გამოვწევთ და შევაერთებთ ამ თვლებს ერთად. ახლა ჩვენ დაგჭირდება აუცილებლად მარკირება, ანუ უნდა ეს მოვნიშნოთ სხვა ფერი ძაფით, რომ არ დავკარგოთ საწყისი თვალი. ეს დამწყებებისთვის უფრო მეტად აუცილებელი და საჭირო რამ არის. ამიტომ ავიღებ მე ასე მწვანე ფერის ძაფს და მოვნიშნავ
აი აქ, რომ ანუ ეს ძაფი მანიშნებს იმას, რომ ქსოვა დავიწყე ამ ადგილიდან. ახლა შემდეგ თვალში, ყველა თვალში ამოვგსოვ ორ მყარ თვალს. ანუ მაქვს 6 თვალი და უნდა გავხადო 12. ანუ უნდა ყველა წრეზე უნდა მოვუმატო 6 თვალი. ანუ მეორე წრეზე ყველა თვალს ვამრავლებთ. ანუ ყველა თვალში ვგსოვთ ორ მყარ თვალს. ორი უკვე ამოვიყვანე პირველ თვალში, მეორე თვალშიც ამოვიყვან. ასე ორს 1 და 2. შემდეგ თვალში ისევ ორი მყარი თვალი. 1 და 2. შემდეგ ისევ ორი თვალი თითო თვალში. 2. კიდევ ორი თვალი. 1 და 2. და დამრჩა კიდევ 1 თვალი. ანუ ამ ერთ თვალში კიდევ ორი თვალი უნდა ამოვიყვანო. აქედან გამომდინარე მივიღიმე წრეზე 12 თვალი. აი აქ მოვედი, ჩანს რომ მარკირებამდე მოვედი, რომ დავთვალო თვლები 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 თვალი მაქვს. შემდეგ წრეზეც ამ მარკირების ძაფს გადმოვდებ აქეთ მხარეს, რომ ახლა ეს წრე მოვნიშნო. ანუ 6 თვალი უნდა მოვუმატო შემდეგ წრეზეც, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა მეორე, ანუ 12 გავყოთ 6-ზე უდრის 2-ს და ყველა მეორე უნდა გავამრავლო. ერთს გამოვიყვან ჩვეულებრივ, ერთ თვალში ერთს და მეორე თვალში გამოვიყვან ორ თვალს. ანუ ყველა მეორე თვალს გავამრავლებ. შემდეგს გამოვიყვან ერთ თვალს, ერთ მყარ თვალს და შემდეგ თვალში გამოვიყვან ორ მყარ თვალს. შემდეგ ისევ შემდეგ თვალში გამოვიყვან ერთ მყარ თვალს და შემდეგ ორ მყარ თვალს. კიდევ შემდეგ ერთ მყარ თვალს და მერე ორ მყარ თვალს გამოვიყვან. ასე. შემდეგ ისევ ერთი თვალი და ორი თვალი ერთ თვალში. ანუ ყველა მეორე თვალს მთლიან წრეზე ვამრავლებთ, ანუ ვამატებთ. აი ასე, მოვედი ისევ სანიშნემდე. ამას ახლა ისევ გადავდებთ. ახლა ყველა მეორე გავამრავლეთ და ახლა უნდა გავამრავლოთ ყველა მესამე თვალი. ანუ გვაქვს 18 თვალი წრეზე და 18-ს გავყოფთ 6-ზე და მივიღებთ 3-ს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა მესამე უნდა გავამრავლოთ. ანუ პირველს და მეორეს ამოვგსოვთ ჩვეულებრივ ნამატის გარეშე, გამრავლების გარეშე და შემდეგ მესამე თვალში ამოვგსოვთ ორ მყარ თვალს. ასე გადავალთ მთელ წრეზე. პირველი ორი თვალი ჩვეულებრივ, მესამე თვალში ორი მყარი თვალი. ასე კიდე მოემატება ჩვენ 18 თვალს 6 თვალი. გახდება 24 თვალი. შემდეგ ამ 24 თვალს კიდევ დავუმატებთ 6 თვალს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა მეოთხეს გავამრავლებთ. ყველა მეოთხე თვალში ამოვგსოვთ ორ მყარ თვალს. და ასე მოვგსოვთ მანამდე, სანამ არ მივიღებთ 42 თვალს. ანუ ყველა მე-6-ეს არ გავამრავლებთ. და შემდეგ უკვე ეს გვექნება უკვე 7 წრე მოქსოვილი. მერვეს, მე-9-ს, მე-10-ს და მე-11 წრეს მოვგსოვთ მატების გარეშე. ანუ თითო თვალში თითო მყარ თვალს ამოვგსოვთ. 4 წრე შემოუვლით ისე, რომ არ გავამრავლებთ თვლებს. ანუ თითო თვალში ამოვგსოვთ თითო თვალს. და გვექნება უკვე 11 წრე მოქსოვილი. ხო, აი ახლა უკვე დავამთავრე მე. გადავგსოვე უკვე მე-4 წრე, რაც იმას ნიშნავს, რომ გავამრავლე ყველა მესამე თვალი და ახლა უნდა
მოვგსოვო, ანუ მაქვს 24 თვალი, 24 გავყვათ 6-ზე უდრის 4-ს და ანუ ყველა მე-4 უნდა გავამრავლო. ისევ პირველი, მეორე, მესამე და მე-4 თვალში ამოვგსოვ 2 ყარ თვალს. ასე გადავალ ამ წრის ბოლომდეც. შემდეგ წრეზე, ანუ ეს არის უკვე მე-5 წრე, მე-6 წრეზე გავამრავლებ ყველა მე-5 თვალს და მე-7 წრეზე გავამრავლებ ყველა მე-6 თვალს. მერვე, მე-9, მე-10 და მე-11 წრებს მოგსოვ ის, როგორც უკვე გითხარით, მატების გარეშე, ანუ თითო თვალში თითო მყარ თვალს. და ასე დავამთავრებ 6 წრეს. მე უკვე მოგსოვილი მაქვს ეს და გამზადებული მაქვს 11 წრემდე, ახლა გაჩვენებთ. აი ასე. აი ასეთი ფორმის იქნება. უკვე აქ შეხედეთ, დავითვლი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 წრე უკვე დასრულებული მაქვს, საიდანაც აი ეს 4 ბოლო 4 წრე, პირველი, მეორე, მესამე, მე-4 არის თითო თვალში თითო მყარი თვალი. აქ არის სულ ნამატები. ანუ ყველა წრეზე მომატებული მაქვს 6 მყარი თვალი. ახლა ბოლო წრე, ანუ მე-12 წრე, უნდა მოვუკლოთ 6 თვალი. როგორც უკვე გითხარით, თქვენ მატება უნდა გააგრძელოთ მანამდე, სანამ არ გექნებათ წრეზე 42 თვალი. და დანარჩენი 4 წრე უნდა მოგსოვოთ 42 თვლით. ანუ არ უნდა მოუმატოთ და რაც იმას ნიშნავს, რომ მე აი აქ ხა წრეზე მაქვს 42 თვალი. უნდა მოვაკლო 6 თვალი. 42-ს რო გავყოთ 6-ზე იქნება 7, ანუ რაც იმას ნიშნავს, რომ მე-7 თვალი უნდა მე-6-სთან ერთად ამოვგსოვო, რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა დავაკლო, ანუ მე-6 და მე-7 თვალი უნდა გახდეს 1 თვალი. და ასე ვაკეთებ კლებას. ანუ პირველ თვალს მოვგსოვ ჩვეულებრივ, მეორე ჩვეულებრივ, მესამეს ჩვეულებრივ, მე-4, მე-5, მე-6 და ახლა უკვე უნდა დავაკლო. მე-6-ს გამოვიყვან. ანუ აქ მე წინა ვიდეოებში ნაჩვენები მაქვს კლების სხვა მეთოდი, ანუ როდესაც ესეთი კლება ხდება პირველ ზოლში რო ამოიყვანთ 2-ს და შემდეგ ისე გამოგსოვთ, ესეც შეგიძლიათ გამოიყენოთ, აი ასეთი მეთოდი კლების და შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივი მეთოდიც. ანუ რომელიც არის, ახლა გაჩვენებთ კიდევ ერთ კლების მეთოდს. 2 3 4 5 თვალი და მე-6 და მე-7 ერთად, ანუ მეორე მეთოდი კლების არის ასეთი 1 მე-6 თვალი გამოგსოვე, აქ ვიჭერ თითით, რომ ეს არ გამექცეს, მეორე გამოგსოვე, ანუ ეს არის მე-5 თვალი, მე-6 და მე-7 გამოგსოვე და სამივე თვალს ერთად გამოგსოვ მერე და გახდება ერთით ნაკლები. შემდეგ კიდევ გავაგრძელებ 5 თვალს მოგსოვ ჩვეულებრივ, 1 2 3 4 5 და მე-6 გამოგსოვე, მე-7 გამოგსოვე და სამივე ერთად გამოგსოვე. კიდევ 5 და ამასე გავიმეორებთ 6 ჯერ. 1 2 3 4 5 6 უპს, ბოდიშით ამოვიწყდა 6 და 7 ერთად. ასე გადავალ ბოლომდე. კიდევ დამრჩა 2 თვალი დასაკლები, 1 2 3 4
5 თვალი მოვხსოვეთ ჩვეულებრივ, მე-6, მე-7 და ერთად გამოვხსოვ ამ მე-6-ს და მე-7-ს. და კიდევ ერთხელ 1 თვალი 2 3 4 5 6 და 7 ერთად. აი ასე დავამთავრებთ ჩვენი მედუზას ქუდის მოხსოვათო, ანუ რაც ქვია ამას. აი ასეთი ფორმა მიიღო. მოვჭრით ძაბს, გრძელი არ გინდათ და დამთავრებელი თვალით დავასრულებთ ქსოვას. ამ ძაბს უკვე მოვაცლით, აღარ გჭირდება. მივიღეთ აი ასეთი ფორმის კუდი. ხა ეს ძაფები აუცილებლად უნდა ჩავამაგროთ და მე გაჩვენებთ როგორ ჩავამაგროთ ისე რომ შემდეგ არ დაიშალოს. დაგჭირდება ნემსი, მსხვილი ნემსი. ასე. და მე ყოველთვის ასე ვაკეთებ. აი თუ კარგად გამოჩნდება, აი ასეთ ნაწილში ამოვუყრი, რომ გარედან არ დაეტყოს შიდა მხარეს. აი ასე 4-5 ჯერ საკმარისია. აი ასე. და აუცილებლად უკანა მხარესაც, ანუ ასე აქედან ამ მიმართულებით და შემდეგ უკანა მიმართულებით, რომ ადვილად არ დაიშალოს კი არა და საერთოდ არ დაიშალოს ჩვენი ნაქსოვი. უფრო მეტი სიმყარისთვის, აი ასე. და ამას შემდეგ მოვაჭრი ასე ძირში. ეს დაიმალა. რა თქმა უნდა, აქეთა მხრიდანაც აღარ ჩანს შემდეგ. აი ამას რაც შეეხება ამ ნარჩენს ვაკეთებთ ასე. შეხედეთ, აი აქ ყოველთვის ეტყობა ხოლმე, ანუ რომ ეს ნაწილი ცოტა უფრო მაღალია ამაზე. ეს რომ ასე არ დაეტყოს, გაჩვენებთ ახლა როგორ უნდა ჩავამაგროთ. ცოტა მსხვილი ძაფი არის. ახლა გაჩვენებთ ზუსტად ბოდიშს გიხდით. აი ასეთი მოკლედ. ქართულ და ეს ცოტა მსხვილი ძაფი არის და რაღაცნაირად არ გამომდის. აი გაჩვენებთ, აი ასე ამოვუყრით ამ პირველ თვალში, პირველ ზოლში, აი აქ. აი ასე. და შემდეგ პირველი თვალის უკანა ზოლში, აი აქ. ამოვუყრით და ასე მოვქაჩავთ. და ეს ესე ჩამაგრდება. ზოლში გაერთიანდება. ამასაც ზუსტად იგივე პრინციპით, აი ასე დავამაგრებთ, ანუ ამ ბოლოებით. აი ასე 4-5 ეყოფა. ასე და ისევ უკან მერე რომ არ დაიშალოს ადვილად, როგორც უკვე გითხარით. აი ასე. ამას მოვჭრით, რა თქმა უნდა, ესე ძირში. მზად არის ეს ჩვენი ქუდი. და ახლა უნდა მოვხსოვოთ ეს საცეცები. ანუ მე ესენი უკვე მზად მაქვს.
ანუ ესეთი დაგვჭირდება 3 და ასეთი დაგვჭირდება 2 სხვადასხვა ზომის, ანუ ერთი 31 თვალზე გაკეთებული და ერთი 40 თვალზე. ეს არის 31-ზე და ახლა გაჩვენებთ როგორ უნდა გაკეთდეს ეს, მაგრამ გავაკეთოთ უფრო ამაზე გრძელი, ანუ 40 თვალზე. ვაკეთებთ ჯაჭვს. ჰაეროვანი თვლების ჯაჭვს. აი ასე. 40 თვალი. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 26 27 28 29 30 31 32 33 და 40 და 1 დამატებითი თვალი. ახლა ჩვეულებრივად იგივე მეთოდით როგორც გავაკეთეთ მწვანე ხვეულები, უბრალოდ აქ ნამატიან თვალს თუ გადადებულ თვალს აღარ ხმარობთ, ჩვეულებრივ მყარი თვალი ამოყავს. ერთ თვალს გამოგსოვთ ჩვეულებრივ, ანუ ერთ თვალს ვტოვებთ, როგორც უკვე იცით, ყოველთვის ყაისნაღიდან პირველ თვალს გამოვტოვებთ და ყაისნაღიდან მეორე თვალში ამოვგსოვთ ერთ მყარ თვალს. შემდეგ თვალში 2 მყარი თვალი. ჩვეულებრივი მყარი თვლებით. შემდეგ თვალში ამოვგსოვთ ერთ მყარ თვალს და შემდეგ ისევ 2 მყარ თვალს. ამისი მოგსოვა ძალიან მარტივი არის. ბოლომდე არ ჩავთავ ვიდეოს, იმიტომ რომ ძალიან გაგვიგრძელდება, უბრალოდ თავიდან დაწყებიდან ბოლომდე უნდა მოგსოვოთ იმ პრინციპით, რომ ერთი გამოგსოვოთ ჩვეულებრივი მყარი თვალი ერთ თვალში და შემდეგ თვალში 2 მყარი თვალი. მე ამას მოგსოვ ბოლომდე და შემდეგ ისევ შემოგიერთდებით. მოგსოვე ეს ხვეულიც, ანუ შედარებით უფრო გრძელი, ვიდრე ის, ძალიან ოდნავ. და ახლა უნდა მოგსოვოთ აი ესეთი სხვადასხვა ზომის. ეს არის მაქვს გაკეთებული 10-იანი, ანუ სადაც 10 ცალი მძივეა, თუ ეს თვალი, თვლები და არის 15-იანი. ეხლა გავაკეთებ, ანუ 15-იანი ჭირდება ერთი ცალი, 15-ანის მოგსოვის შემთხვევაში გამოყვავს ერთი ჩვეულებრივი თვალი და ერთი მძივიანი თვალი, შემდეგ ისევ ჩვეულებრივი, შემდეგ ისევ მძივი და ასე შემდეგ ბოლომდე და 10-яნის შემთხვევაში ერთი ჩვეულებრივი, ერთი მძივით, 2 ჩვეულებრივი, მე ისევ მძივით და ჩვეულებრივი და ასე შემდეგ და ეხა გავაკეთებთ კიდე 10 მძივით. ასე ამოვარჩევ ხან 10 ცალს გადმოვყრი 2 3 4 5 6 7 8 და გაჩვენებთ როგორ ვაკეთებთ მე ამას. ახლა დამჭირდება აი ესეთი საკერავი ძაფი. ეს ძაფი და ნემსი. ადვილად რომ ავასხა ძაფზე. აი ასე გამოვდებ ძაფს. და შეხა ამ წვრილ ნემსზე უფრო ადვილი არის
იმიტომ რომ მსხვილ ნემს მოგეხსენებათ აქვს ცოტა მსხვილი ყუნწი და სამწუხაროდ ეს პატარა მძივუკები არ ეტევა მერე იმ მსხვილ ყუნწზე. ამიტომ არსებობს ესეთი მეთოდი, რომელიც საკმაოდ მოსახერხებელი არის და შეგიძლიათ თქვენც გამოიყენოთ, რომ გაგიმარტივდეთ ეს პროცესი. აი ასე. ახლა ჩამოვიტან ამ თვლებს ბევრად უფრო მარტივად. და როცა უკვე თვლები დარჩება ამ თეთრ ძაფზე, საქსოვ ძაფზე, რა თქმა უნდა, ამას მოვაცლი. ეს საკერავი ნემსი აღარ დაგვჭირდება. მოვაცლი, აქაც გამოვიყვანთ საწყის ნასკვს, თუ რაც ქვია. ეს რაც ქვია, როდესმე ვიტყვი იმას, რომ ყველაფერი ტერმინი უკვე ვისწავლე და ამ რაც ქვიას და როგორ ქვიას აღარ ვახსენებ, მაგრამ მანამდე გიხდი თუ ამრავ ბოდიშს ამის გამო და ვაკეთებ ასე. ესე იგი, როგორც უკვე ვთქვით, 10 მძივის შემთხვევაში ვქსოვ 2 ცალ ჩვეულებრივ ჰაეროვან თვალს, 1 2 1 2 ეცადეთ რაც შეიძლება იყოს მჭიდრო, შემდეგ ჩამოვაგდებ 1 ცალ ძივს. ეს თქვენ შეიძლება უფრო მოსახერხებლად გამოიმუშაოთ მერე, ან იცოდეთ უფრო მოსახერხებელი როგორ არის, მე ახლა ასე ვაკეთებ. და 1 თვალი გამოვიყვანე მძივთან ერთად. შემდეგ ისევ მოვქსოვ 2 ცალ ჰაეროვან თვალს. შემდეგ დავტოვებ 1 მძივს აქ და გამოვქსოვ 1 ჰაეროვან თვალს. შემდეგ ისევ 2 თვალს გამოვქსოვ მძივის გარეშე და დავტოვებ აქ ისევ 1 ცალს და გამოვქსოვ მძივთან ერთად. შემდეგ ისევ 2 ჰაეროვანი თვალი მძივის გარეშე. მძივი ქვია თუ რა ქვია ამასაც. და კიდევ 1-ს დავტოვებ აქ. ერთი, ორი, ერთი, ორი გამოვიყვანე ამის გარეშე, შემდეგ ისევ დავტოვებ 1-ს. ეს თვალი გამოვიყვანე ძივთან ერთად, ეს რა თქმა უნდა არ ითვლება იმ ორთან ერთად, ეხლა 2-ს კიდე ცალკე გამოვიყვან. აი ეს მესამე თვალი. აი ეს მესამე თვალი ისევ ძივთან ერთად. ასე. შემდეგ 2 თვალი ისევ ძივის გარეშე. შემდეგ ისევ 1 და 2 ძივის გარეშე. ასე. ეს 1 და 2 ახლა ისევ ძივის გარეშე და საბოლოოდ ჩავაქსოვეთ ეს ძივები ამ ჰაეროვანი ჯაჭვის ჰაეროვანი თვლების ჯაჭვში. და ბოლოს შემდეგ, ანუ ეს ძივის შემდეგ 2 თვალი ამოვქსოვეთ და ამ 2 თვალის მერე კიდევ 8 ჰაეროვანი თვალი უნდა გამოვქსოვოთ. 2 3 4 5 6 7 და 8. და რა თქმა უნდა მოვჭრით ძავს. აი აქვე გაჩვენებთ ასევე ჭრი ხოლმე და შემდეგ ყაისნახს ამოვწევ და გავაკეთებთ ნასკვს. აი აქ საბოლოოდ დასაწყისში უფრო სწორედ ეს კარგად გაუჭირეთ მაქსიმალურად და ნუ არ ძალიან ბოლომდე, მაგრამ დაახლოებით ამ ზომაზე რომ მოაჭრათ ეს ძაფი, ეს აღარ დაგჭირდებათ. ასე რომ მივიღეთ ესე იგი ეს 3 ძივიანი და 2 ესეთი ხვეული. ახლა ამებს რა თქმა უნდა დავამაგრებთ ქუდზე.
და ეს დამაგრებაც არის ძალიან მარტივი. ჯერ ვამაგრებთ ამ ძივებს და შემდეგ ხვეულებს. და იგივე პრინციპით. აი ცენტრიდან ძალიან ახლოს ვამაგრებთ, აი ასე, პირდაპირ, სადაც ამოუყარეთ, მეორეჯერაც ამოვუყრით ზუსტად იგივე ადგილას, ნემს და აი აქ ასე თირო ცოტა ნასკვი გაკეთდეს, გაიკვანძოს და შემდეგ ისევ როგორც დავამაგრეთ სხვა ძაფები, ისევ იგივე პრინციპით დავამაგრებთ ყველას. ასე მოიქცევით ხუთივე შემთხვევაში და ჩვენი მედუზაც იქნება უკვე მზად. მე ამეებს დავაკერებ და შემდეგ ისევ დაგიბრუნდებით. აი ასე დასრულდა მედუზას ქსოვა. დავამთავრე, დავამაგრე, შეხედეთ, არც ეტყობა, ზუსტად იგივე მეთოდით დავამაგრე ყველა, აი ასე და ასე მოხრით, რომ ეს ძაფები მე ადვილად არ გამოძვრეს. ასე არის ყველა დამაგრებული. შემდეგ ამ ქუდს, რა თქმა უნდა, გადმოატრიალებთ და აქ სურვილის ამებს შეგიძლიათ ნებისმიერი სიგრძის ძაფი დაამაგროთ, ანუ როგორც აქვს ამას, აი ასე და ჩამოკიდოთ. და ასე უკვე რაც უფრო ორი არის და ბევრი კიდე ერთ ადგილას მით უფრო ლამაზი არის და კარგად გააფორმებს ოთახს. დიდი მადლობა მინდა მოგიხადოთ, რომ უყურებთ ჩემს ვიდეოებს, მოგწონთ და რაც თავარია ამდენ დადებით შეტყობინებებს მიგზავნით. ყველას ძალიან დიდი მადლობა ასევე ჩემი YouTube არხის გამოწერისთვის. ძალიან დიდი იმედს ვიტოვებ, რომ ეს ვიდეოები დაგეხმარებათ, რომ ისწავლოთ კაისნაირად ქსოვა. მინდა გაგამხნევოთ და მოგცეთ სტიმული და გითხრათ, რომ მეც ასე დავიწყე YouTube ონლაინ გაკვეთილების დახმარებით ვისწავლე კაისნაირად ქსოვა, არ ვარ პროფესიონალი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ვქსოვ მხოლოდ ამიროგუმით, ანუ მხოლოდ ინსტრუქციების წაკითხვა ვიცი და სქემების წაკითხვა არც ვიცი. და ანუ ამან არ შეგაშინოთ. მიყევით ვიდეოებს, უყურეთ, გააკეთეთ პატარა სათამაშოები და დამიჯერეთ. მალე მიხვდებით, რომ სულაც არ არის ეს ხელობა რთული. პირიქით ძალიან სასიამოვნოა. და რაც უფრო მეც მოგსოვთ, მით უფრო კმაყოფილი დარჩებით საკუთარი თავით. პირველი ცდა თუ არ გამოგივათ, არც მაგის არ შეგეშინდეთ, იმიტომ რომ მე მახსენდება, როგორ ვქსოვდი პირველად, აი რაღაც იყო, ძალიან სასაცილო რაღაცები გამომდიოდა, ზოგს ერთი ხელი ჰქონდა გრძელი, მეორე მოკლე და ასე შემდეგ, მაგრამ ძალიან მალე დამიჯერეთ ვისწავლე სწორად მოქსოვა. დაახლოებით 1 წელი აქვსო, მგონი კიდევ ადრე უკვე თქვი ერთ-ერთ ვიდეოში, ანუ დიდი ხნის გამოცდილება არ მაქვს. თუმცა ძალიან მომწონს ეს საქმე და სიამოვნებით გიზიარებთ იმ გამოცდილებას, რაც ამ ეტაპამდე დამიგროვდა. გისურვებთ წარმატებას, მხიარულ ქსოვას და ლამაზი სათამაშოების შექმნას. აუცილებლად გამიზიარეთ კომენტარებში თქვენი ნამუშევრები, გელოდებით და ბოლოს კიდევ ერთხელ გიხდით დიდ მადლობას იმისთვის, რომ უყურებთ ვიდეოებს, მოგწონთ და მე კონტაქტებით. ნახვამდის.